თუ თმები ისევ შემრჩება ალბათ 20 წუთში. ვიყენებ ბიფაზის პროდუქციას, რომელიც საერთოდ არ უხდება ჩემს თავს. გამომატანა Hungry Man-მა 10,000 რომ უნდა მომეკო მაშინ. ხელსარიელი არ გამომიშვეს და ნატახტარის სიმღერეთი გამომატანეს. წარბები გამოვიდა ასეთი, სხვათა შორის შემრჩა რატომღაც, მაგრამ გონია რომ მელოტოს ვკავა. საბოლოო შედეგი არის ასეთი. დავიწყოთ unboxing-ი. ბიფაზის ყუთი, რომელსაც გამოვიყენებ. ალბათ მხოლოდ ერთხელ. ზეთი, ესე ეკეთებენ ინფლუენსერები და ეს ვიზა. ეს არის თმის ზეთი, აღმდგენი ზეთი. ნახოთ ერთი რას შვება და იგი. თმები არის იდეალურ მდგომარეობაში, მინდა გითხრათ. თმის კრემი, ალბათ თმის კარაქი, მშრალი კონდიციონერი. ხო, ნუ თმის რაღაც. ეგეთ არ მოყვარს თმები, რომ იტურწყლიანდება. სუნი კარგი არ აქვს. გაგითხრათ. აი, მომდევნო ორი პროდუქტი ისეთია, რომელსაც ახლა პირ გამოვიყენებ, მაგრამ უბრალოდ გაჩვენე. თმის მუსი და არ ვიცი როგორ მუსი არის და მას ახლა ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ თმას ახმობს და მაგაში ვარ 100%-ით დარწმუნებული. მაგრამ როცა გამოვიყენებ, აუცილებლად გაგიზიარებთ, როგორ გამიხმობს თმას. სწორედ თმის ფიქსატორი ალბათ მაიმუნებისთვის. საჩუქარი, რომელიც ჩემ თმას არ უხდება, მაგრამ მაინც უღრმესი მადლობა, რომ 10,000 ვერ მოვიგე. დაგიბრუნდებით ზეგ, როცა თმები გამიშრება.